კოლხეთის დაბლობზე 1200 ჰექტარი ჭაობიანი ტერიტორიის დაშრობის პროცესი დაიწყო. სოფლის მეურნეობის სამინისტრომ 38 კილომეტრიანი სადრენაჟო სისტემა დაამონტაჟა. ასევე მიმდინარეობს სათავე ნაგებობის რეაბილიტაცია. სამუშაოების დასრულების შემდეგ 500-მდე ოჯახი, რომელსაც კოლხეთის დაბლობზე მიწა ჰქონდა, თუმცა ჭაობის გამო მათ ვერ იყენებდა 1200 ჰექტარი ტერიტორიის სარგებლობა შეძლებს. დღესვე სოფლის მეურნეობის სამინისტრომ ფერმერებს დამშრალი ჭაობიანი ნიადაგიდან აღებული სინჯები გააცნო. კვლევით დადგინდა, რომ ფერმერებს ამ მიწაზე მარცვლეული და ბოსტნეული კულტურების დათესვა შეეძლებათ. დაგეგმილია დაახლოებით 4000 ჰექტარი ფართობის რეაბილიტაცია. მათ შორის სოფელ დიდნეთში მიმდინარეობს მაგისტრალური არხის წმენდა 12 კილომეტრის, ასევე შიდაქცელების დაახლოებით 26 კილომეტრი წმინდება, რაც უზრუნველყოფს ნიადაგის ზედაპირებიდან წყლის ეფექტურ გამოდევნას და შესაბამისად ამ შემთხვევაში დიდინეთის სოფელ დიდინეთის შემთხვევაში 500 ოჯახს 1200 ჰექტარ მიწაზე გაუმჯობესებს სამელიორაციო ფონდს. მივიღეთ ახალი ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ აბაშაში არის გახსნილი ლაბორატორია, სადაც კეთდება ანალიზები მარილიანობაზე, ეგრეთ წოდებულ pH-ზე, ანუ სიმჟავიანობაზე. და რა თქმა უნდა, როცა გვეცოდინება რა სასუქი შევიტანოთ რა რაოდენობით, ეს გაგზდის მოსავლიანობას.